მოგესალმებით, ძირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. მე თქვენ ამოგიგითხავთ ისტორიას ლაზებზე და ყოლხი და ასე. მაგრამ უფრო ლაზებზეა. ლაზურ ენა, როგორც ჩვენ ვიცით, ძალიან განსხვავდება მეგრული, კი ჩამოგავს მეგრულ ენას, მაგრამ განსხვავდება მეგრულისგან, ქართულისგან, სვანურისგან. ბევრი კითხვა ჩდება. ძალიან მცირე ინფორმაცია ლაზებზე. ძალიან მცირე ინფორმაცია მარტო ლაზებზე კი არა, მე მგონი არც სვანებზე ვიცით ჩვენ ისტორია ნორმალურად, თუ საიდან გაჩნდნენ სვანები, საიდან გაჩნდნენ მეგრელები, ქართველები, იბერლები, უფრო სწორად ქართველები, ლაზეთი ან ჭანები, ხო, ისინი ითვლებიან მეგრულ ერად, მაგრამ მათი მაინც განსხვავდება მათი საუბარი. თუმცა ჩვენ მაინც საერთო წყარო გვაქვს ალბათ. და მე მithქვამს, რომ მეგრელები, სულთა მეგრელები არიან მუქი ფერის კანის წარებლები და რადგან სხვადასხვა პერიოდში იყო შემოჭრა ბევრი მაშინდელი იმპერიის წარმომადგენლებისა თავისი ჯარით, ხო, ხდებოდა გაპატიურება ქალების, ხო, ხდებოდა გაპატიურება, ხდებოდა ბავშვების და ქალების იქიდან წამოყვანა. კი იცით, მამლუქში, კინო მამლუქი ხომ გაქვთ ყველას ნახე. ხო, ამის მეხით ყველა ვიცით თუ რა ხდებოდა საქართველოში, მაგრამ მანამდე თუ ვინ საიდან მოვიდა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით. ზუსტი ისტორია არც ერთ ქვეყანას არ აქვს, იმიტომ რომ ნამდვილ ისტორიას მალავენ. მე სულ ვცდილობ გავარკვიო ჩვენ ქართველების კუთხური წარმომადგენლები, საქართველოს კუთხური წარმომადგენლები ძირითადად საიდან ვართ მართალია დღეს, თუნდაც დღეს ზოგი იტყვის არა, მნიშვნელობა მაინც ყველა ერთმანეთის ჩვენი სისხლი ერთმანეთში არეულიო, კი არეული ჩვენი სისხლი ერთმანეთში, მაგრამ ჩვენ მაინც ხომ გვაინტერესებს სიმართლე, ხო? და დროც გავიგოთ სიმართლე ამით არაფერი შეიძლება, მაგრამ გვეცოდინება მაინც. საიდან ვართ, ვინ არიან ჩვენი წინაპრები და ლაზები დღევანდელ დღეს, ანუ ჩვანები, ჭანები არიან, შედიან თურქეთის შემადგენლობაში, რიზე, თურქეთის დასავლეთ ტერიტორიებზე არიან ისინი განლაგებული სტამბულში. ლაზები არიან უმეტესწილად მახაჯირები, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ ლაზისტანი თურქეთ-რუსეთის ომის დროს, ეს 1870-1873 წლებში. ბევრი ლაზური სოფლები, როგორიც სარპი, კვარიათი, გონიო, მახო და სხვები განლაგებული იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ლაზები ითვლებიან ეთნოგრაფიულ ჯგუფად საქართველოსი. აგრეთვე ლაზები ცხოვრობენ აფხაზეთში, ბათუმში, კობულეთში, ზუგდიდში, თურქეთის ტერიტორიაზე, დღევანდელ რიზეზე, ხობკურ, არკაბურ, ბორჩხურ ტერიტორიებზე. იქ აგრეთვე ცხოვრობენ თურქები, ხემშილები, ქართველები. მაგრამ ლაზებს თურქეთში მიიჩნევენ თურქებად, რადგან ისინი მათ აქვენ წვენა ისლამი, სუნიტური ტიპის. ხო, კოლხიდური
კულტურის ცენტრი იყო რადიო კოლხა, რომელიც ატარებდა გადაცემებს ლაზურ ენაზე. თურქეთში აგრეთვე არის ორგანიზაციები, ლაზური ორგანიზაციები. ხო, და თურქული და ქართული მხრების საზღვაო პოლიტიკის შეცვლა უკეთესობისკენ მისცა საშუალება აღედგინათ კონტაქტები ნათესავებს ერთმანეთში, რომლებიც ცხოვრობენ საზღვრების ორივე მხარეს. 2002 წლის მიხედვით, 2002 წლის აღწერის მიხედვით 221 ადამიანმა იდენტифიცირება გაუკეთა თავის თავს როგორც ლაზ. 2010 წელს იდენტიფიცირება გაუკეთა თავის თავს როგორც ლაზების წარმომადგენლები 160 ადამიანმა, უკვე ნაკლებმა. რასიზა კოლხეთი ძველი ქართული სახელმწიფო სამეფო და რეგიონი დასავლეთ საქართველოში და კოლხეთი არის ძველი ქართული სახელმწიფო ფეოდალური იყო უბრალოდ ძველი ქართული ფეოდალური სახელმწიფო რომელიც გაერთიანდა აღმოსავლურ უზინურ სამეფოს ივერიას. ივერია ყოფილა უზინური სამეფო. კოლხი ეს არის ქართველების დასახელება, ქართული ტომების დასახელება, რომლებიც ცხოვრობდნენ შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლურ სანაპიროზე. კოლხეთის აღწერა ხდება გეროდოტის წიგნებში, სტრაბონის, სენოფონტის წიგნებში. ხო, ადგილობრივი დასახელება ამ ტერიტორიის არის ეგრისი. ხო, კოლხებს შეეძლო დამუშავება რკინის, ხის, კერამიკის, აგრეთვე მაშინ იცოდნენ როგორ გითხრათ, საველირო ნამუშევრებსაც აქმნიდნენ, მონეტები იჭერებოდა. ხო, და კოლხეთის ქალაქები იყო განლაგებული დღევანდელი, ესე იგი, მდინარე რიონის დაბლობზე. ისეთი ქალაქების რაიონებში, როგორც დაბლაგომი, ვინი. მე-6 საუკუნის ბოლოს და მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში ჩვენ ერამდე კოლხები იყვნენ დამოკიდებული პერსებზე. მაგრამ მეორე საუკუნის ბოლოს ჩვენ ერამდე კოლხიდა შევიდა პონტიური სახელმწიფოს შემადგენლობაში. მოგვიანებით კი ჩვენ ერამდე პირველ საუკუნეებში რომაულ იმპერიის შემადგენლობაში. პირველი მეორე საუკუნეებში კოლხეთის დაშლილ კოლხეთის სამეფოს დაშლილ ადგილზე შეიქმნა ლაზური სამეფო. კიდევ ბერძნების გამოჩენამდე მე-6, მე-7, მე-14, მე-8 საუკუნეებში ჩვენ ერამდე კოლხიდაში იყო კარგად განვითარებული
ხელობა იმ დროს აკეთებდნენ ბრონზის ნივთებს, ბრონზას ნივთებს. და აგრეთვე ანტიკური ავტორები ახსენებდნენ კონტაქტებზე ხორეცმის მაცხოვრებლებისა კოლხ ხალხთან სავაჭრო მათ ჰქონდათ სავაჭრო კონტაქტები და მათი გზები გადიოდა ამუდარიეს და კასპიური ზღვის ზღვაზე, რომელზეც აგრეთვე დადიოდნენ, ამ გზით აგრეთვე დადიოდნენ შუა საუკუნეების აზიატები და ინდური, უბრალოდ მაპატიეთ. ამ დროს გადაჰქონდათ შუა საუკუნის აზიატური და ინდური საქონლები შავი ზღვით. იმ მომენტში, იმ დროს შავ ზღვას ეწოდებოდა ევქსინსკი პონტი. ახლა შავი ზღვა რასაკვირველია. ევქსინსკი პონტი არის ბერძნული დასახელება და ბერძნები ასე უწოდებდნენ შავ ზღვას მაშინ. ევქსინსკი პორტი არა, პონტი. ეს მტკიცდება მატერიალური კულტურითაც, რომლებიც ნახეს გათხრების დროს შუა საუკუნის ძეგლისა, უძველესი ძეგლისა, მდინარეებს შორის და კავკასიის შორის, მდინარე და კავკასიის შორის, დიახ. ბერძნებმა შეიტყვეს კოლხეთის შესახებ ვაჭრობის დროს ვაჭრობის დახმარებით და დაარსებულ იმ დროს იქ მეოთხე საუკუნეში ბერძნული კოლონიებისა. ხო, ვაჭრობის და იმ ბერძნული კოლონიების დახმარებით, რომელიც იმ დროს დაარსდა იქა. ეს იყო დიოსკურიადი და ფაზისი. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კოლხი და კავკასია წარმოადგენენ რთულ მისაწვდომ ადგილს. კავკასიონის ქრტებზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. მეფეები, რომლებიც მეფობდნენ კოლხიდაში, იყვნენ მზის ღმერთის გელიოსის შთამომავლობა. და როგორც იცით, არგონავტები ჩავიდა კოლხეთში ოქროს საწმისით მოსაპოვებლად. მაპატი თუ ეს მე რუსულიდან თარგმნე, ხო, რადგან მე ყოველთვის ვეძებ რუსულად შემყავს მოსაძებნში ასოები, ტექსტი და მასე ვეძებ და თუ ვინმე გაღიზიანდით, იმით რომ მე ეს ვიდეო გადავიღე მომიტევეთ, უბრალოდ მე ვიფიქრე თუ არ იქნებოდა თუ დროს არ დავკარგავდი და ეს საინტერესო ინფორმაცია მე მაგალითად ახლა დავინტერესდი ყველაფრით სიბერეში და ეგრე თქვენს დაგაინტერესოთ მომიტევეთ თუ გაგახსიანათ ამ ვიდეომ, რა ვიცი როგორ მიიღებ თქვენ ამას, ეგრე
იწვით ახლა ჩვენ ეს ვიცით, რა გვინდა ამას რო გვიყვები. ამიტომ გიხდით დიდ ბოდიში. უბრალოდ რაცა გულმა მიკარნახა. კარგი დროებით და დიდი მადლობა.